ზ-თაობის პროტესტი. ასე ეწოდა 8 სექტემბერს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში დაწყებულ დემონსტრაციას, რომელიც სულ მალე ქვეყნის ხელისუფლების დამხობით დასრულდა. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც გასულ კვირას ნეპალის მთავრობამ პრემიერ-მინისტრ შარმაულის ხელმძღვანელობით პარლამენტში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი, რომელიც სოციალურ მედია პლატფორმებს ოფიციალური რეგისტრაციისა და ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვას თხოვდა. ნეპალის პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, ეს კანონპროექტი ითვალისწინებდა სოციალური ქსელების სათანადოდ პასუხისმგებლობითა და ანგარიშვალდებულად მართვას, თუმცა უფლებადამცველი ჯგუფების წარმომადგენლებს განსხვავებული აზრი ჰქონდათ. კრიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ ეს ნაბიჯი ოპოზიციური განწყობების მქონე პოლიტიკოსების დასჯის ინსტრუმენტი და ცენზურის დაწესების მცდელობა იყო. მათი თქმით, კანონპროექტი ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებასა და არღვევდა ფუნდამენტურ უფლებებს. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ნეპალში დაიბლოკა Facebook-ი, X-ი და YouTube-ი, ასევე 20-მდე სხვა სოციალური მედია პლატფორმა, რომლებმაც ეს რეგულაციები არ დააკმაყოფილეს. თუმცა შეუფერხებლად მუშაობდა TikTok-ი და Viber-ი. მთავრობის მტკიცებით, სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა უხამსი მასალები და საჭიროებდა კონტროლს. ამ მიზეზით 2023 წელს ნეპალში TikTok-ი დაბლოკეს, თუმცა მოგვიანებით სოციალურმა ქსელმა დადო პირობა, რომ რეგულაციებს დაემორჩილებოდა. სოციალური ქსელების დაბლოკამ ნეპალის ახალგაზრდებში დიდი საპროტესტო მუხტი გააჩინა. 8 სექტემბერს 10,000-ობით ადამიანი დედაქალაქ კატმანდუში პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა. მასშტაბური საპროტესტო აქციები ძირითადად ახალგაზრდების ხელმძღვანელობით იგეგმებოდა, თუმცა მათ შეუერთდნენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ჩინეთსა და ინდოეთს შორის მოქცეული ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მიმართ იმედგაცრუების მრავალი მიზეზი ჰქონდათ. უმუშევრობა, სიღარიბე, ნეპოტიზმი და კორუფცია. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ნეპალის საზოგადოებას აწუხებს. სოციალური მედია პლატფორმების დაბლოკვის გადაწყვეტილებით კი პრემიერ-მინისტრი შარმაულის მთავრობამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევას სცადეს. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის ყველა ფორმა იყო გამოყენებული: წრემსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ხელკეტები, ცეცხლსასროლი იარაღიც კი. პოლიციამ 19 ადამიანი დახოცა, რამაც პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. სიტუაცია კი გაამძაფრა. სპეციალური დანიშნულების რაზმებს აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო უკან დახევა მოუწიათ. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებს, დევნიდნენ მთავრობის წევრებსა და მათ ნათესავებს. დემონსტრაციები გაგრძელდა 9 სექტემბერსაც. მოქალაქეებმა სრულად დაწვეს ქვეყნის პარლამენტის შენობა, ასევე პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსების რეზიდენციები. ვითარების გამოსასწორებლად გაუქმდა ყველა აკრძალვა სოციალურ მედია პლატფორმებზე, გადადგნენ პრემიერ-მინისტრი შარმაული და ნეპალის პრეზიდენტი, თუმცა დემონსტრაციებზე ამას გავლენა არ ჰქონია. ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების დახმარებით უსაფრთხო ადგილზე გადასვლა მოახერხა, თუმცა ყველამ ვერ მოასწრო. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ ნეპალის ფინანსთა მინისტრს, რომელიც ჯერ გააშიშვლეს, შემდეგ კი მას მდინარეში ეგრეთ წოდებული განბანვის რიტუალი ჩაუტარეს. ქუჩაში ცემით მოკლეს ნეპალის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ცოლი. ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური მოუწოდებს მოქალაქეებს შეწყვეტონ დემონსტრაციები და მოემზადონ დიალოგისთვის, რათა დამატებითი მსხვერპლი და ზარალი აერიდონ.